საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი გრძელდება. ალენ ბერსე 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტიებს ცალ-ცალკე ხვდება. მოლაპარაკება უკვე გაიმართა ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობასთან. დეტალებს მანანა დებაძე გაგვაცნობს, რომელიც პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. მანანა, გისმენთ. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ამ წუთებში ძლიერი საქართველოს ლიდერებს ხვდება. მანამდე მოლაპარაკებები ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობასთან უკვე გაიმართა. თინა ბოკუჩავამ, გიორგი ვაშაძემ და გიგი წერეთელმა ალან ბერსეს ინფორმაცია მიაწოდეს 28 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და ამ პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე და დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება მოითხოვეს. მართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტი 26 ოქტომბრის არჩევნების და ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებას არ უკავშირდება და იმედი აქვთ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი შესაბამის განმარტებებს საჯაროდაც გააკეთებს, როგორც ოპოზიციაში აცხადებენ. ეს ჩამოსულია ეს ადამიანი იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა შეისწავლოს და მისი მანდატი სწორედ ამ საკითხზე ვრცელდება. ძლიერი საქართველოს ლიდერების შემდეგ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი უნდა შეხვდეს კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ეს შეხვედრა შედგება თუ არა, რადგან კოალიცია ცვლილებებისთვის აკრიტიკებს ალენ ბერსეს და მიზეზებს წერილობით განცხადებაში განმარტავს. გახარია გვარამია ხოშტარია ჯაფარიძის გუნდის აზრით ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი ქართულ ოცნებას ეხმარება საზოგადოების დაბნევაში, რადგან მათი თქმით ქართული ოცნება ცდილობს ალენ ბერსეს ვიზიტი მანიპულაციური მიზნით გამოიყენოს, თითქოს ეს იმას ნიშნავდეს, რომ ევროპაში ქართული ოცნების ხელისუფლებას და მის ლეგიტიმაციას ვინმე ახდენს. ეს არ არის ვიზიტი, რომელიც შეეხება არჩევნების ლეგიტიმაციას ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას. მე ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ ამას თავად ბატონი ბერსეც ღიად იტყვის მედიასთან და ეს რეალურად სახელისუფლებო მორიგი ტყუილია, მაშინ როდესაც ამ მისიის მთავარი მანდატი არის სწორედ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებით და ჩვენ სახეზე გვაქვს უმძიმესი დარღვევები, არაადამიანური, არახუმანური მოპყრობის უამრავი ფაქტი, რომელსაც წამებად აფასებენ ადამიანის უფლებათა დამცველები. ბუნებრივია ჩვენ ველით შეაფასონ ეს მდგომარეობა, პირადად ნახონ ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ივანიშვილის რეპრესიებმა გამოიღო და ბუნებრივია თავარი მოთხოვნა ჩვენი, რასაც ვაყენებთ ამ დელეგაციასთან, არის სწორედ უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება, იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელთაგან უდიდესი ნაწილი არის ნაცემი და ნაწამები ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ. კაფიო განცხადება მისი მხრიდან, რომ არანაირი ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით ის აქ არ არის და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ვერანაირი, ასე ვთქვათ, თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას, ეს განსაკუთრებით პროპაგანდისტული მედიის საყურადღებოდ. მეორე, რომ ის არაპირებს შეხვდეს ყაველაშვილს, ეს მორიგი სიყალბე, რომელიც გაავრცელა პროპაგანდისტულმა მედიამ. მესამე, რომ ძალიან კარგად იცის, რომ მისი ამ ვიზიტის გაყენება ხდება სიყალბისთვის თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან. კონკრეტული საქმეებითაც იყო დაინტერესება, ასევე წამების, მათ შორის ჩემზე თავდასხმის, რომელსაც მათი აზრითაც ეს, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება როგორც მკვლელობის ცდელობა. დაინტერესდნენ ეს ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებულია არის დაკავებული. მე ვუთხარი, რომ რატო დაკავებული მტკიცებულებები, რომლითაც მოხდა თვითონ თავდასხმა, კვლავ ჩემთან არის, იმიტომ რომ არანაირი გამოძება ამაზე არ მიდის და მთხოვეს, რომ მეტი დეტალები იყოს ამასთან დაკავშირებით. გადაგზავნილი, სრულად ინფორმირებულია ყველა სიტუაციაზე, რაც საქართველოშია და ვფიქრობ, მომავალ წელს ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი იქნება მათი მხრიდანაც იმ ყველა ინსტიტუციის გამოყენებით, რომელიც საქართველოში
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი დღეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციურ პარტიებს ცალ-ცალკე შეხვდება. დღის მეორე ნახევარში კი მოლაპარაკებები სამოქალაქო სექტორთან გაიმართება. ალენ ბერსე საქართველოში 17 დეკემბერს ჩამოვიდა და მას გუშინად საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა. ის შეხვდა პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილს, ასევე მოლაპარაკებები გაიმართა პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან. ამასთან ალენ ბერსე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს და სახალხო დამცველს. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში 21 დეკემბრამდე დარჩება და მისი საჯარო განცხადება ხვალისთვის იგეგმება. გმადლობთ მანდა დევაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.